მაიკ, არ შეიძლება მოსთან ლას-ვეგასში ასეთი ტონით ლაპარაკი. ფრედო, შენ ჩემი უფროსი ძმა ხარ და მიყვარ ხარ. მაგრამ ოჯახის წინააღმდეგ მხარი არავის უნდა დაუჭირო. არავის და არასოდეს. ცხოვრება ასეთი ადვილი და თბილი არ არის. ცხოვრება ძალიან ძლიერი და ბოროტი რამა და არ აინტერესებს რამდენად ძლიერი ხარ. იცოდე მუხლევსა და გაჩოქებს და სულ ასე გამყოფებს. თუ რა თქმა უნდა უფლებას მისცემ. მე შენ და ვერავინ შეძლებს იმაზე ზიერად ერთხმას, ვიდრე ცხოვრება. 16 წლის რომ ვიყავი, დიდი გამარჯვება მოვიპოვე. მაშინ მეგონა რომ 100-მდე ვიცოცხლებდი. მაგრამ 30 წელსაც ვერ მივახცევ. არავინ იცის, როდის და როგორ მოკვდება. მაგრამ თავარი ის არა, რამდენად ძლიერად ურტყამ. თავარია, რამდენად შეგიძლია ეს დარტყმა მიიღო და ცხოვრება გააგრძელო. რამდენი შეგიძლია აიტანო და წინსვლა განაგრძო. გამარჯვებას მხოლოდ ასე მიაღწევ, გესმის? ვინც არ უნდა იყოს შენი მბრძანებელი. მეფე თუ სხვა ადამიანი შენ სულზე თავად უნდა იზრუნო. უფლის წინაშე რომ წარდგები, ვერ ეთქვი ბრმად ვასრულებდი სხვის ბრძანებას. არ მიფიქრია, ამას რა შედეგი მოხვდებოდა. და ჩემს დროში სათნოება და ღირსება არ ფასობდაო. თუ იცი ვინ ხარ და რა გინდა, მაშინ უნდა იბრძოლო. მაგრამ შენ მზად უნდა იყო დარტყმის მისაღებად და თითებს არ უნდა იშვერდე. არ უნდა აბრალებდე შენს წარუმატებლობას. მე შენ ან სხვა ვინმეს. რადგან ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან და შენ ლაჩარი არ ხარ. რატომ ვეცემით ზერ? იმიტომ რომ ადგომა ვისწავლოთ. სიმშვიდე როგორ იპოვე? მშობლები და ყველაფერი წაგართვი, ნაიარევი დაგიტოვე. საქმე ისაა შენ რომ ნაიარევი ხორცდება. არა, ცდები. ჭრილობა ხორცდება. ვინმე მითხარით აგრისთვის ვართ, მანქანის შესაქმნელად, საუკეთესო მანქანის, ყველაზე დიდებული მანქანის მთელ მსოფლიოში. წარსული უნდა დაივიწყო, რადგან მას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ისაა, შენ თვითონ რა გინდა რომ იყო? შესაძლებელია სანამ არ ჩავისვრით. და თუ ჩავისვრით, ამას დიდების ძიებაში მაინც გავაკეთებთ. ვინც გეტყვის რომ რაღაც არ შეგიძლია, არ დაუჯერო. მეც კი არ დამეჯერო. ჯერ უნდა დანებდე, ჯერ უნდა გაიზიარო. არ უნდა გეშინოდეს. უნდა იცოდე რომ ოდესმე მოგდები. არ იცი რას უგრძნობ. ოცნება თუ გაქვს. გაუფრთხილდე. ადამიანები, რომელთაც არაფერი გამოსდით, შეეცდებიან დაგარწმუნონ, რომ ვერ ჩენ შეძლებ. თუ მიზანი დაისახე, მას უნდა მიაღწიო და მორჩა. სრულ თავისუფლებას მხოლოდ ყველაფრის დაკარგვის შემდეგ ვიძენთ.